კადრებში ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ მთავარ სანიაღვრე არხს ხედავთ, საიდანაც წყალი ჟონავს და ტერიტორიას ტბორავს. ეს რამდენიმე თვის წინ არის გადაღებული. კადრები ადგილობრივებმა მოგვაწოდეს. ახლა ტერიტორია ასე გამოიყურება. მზარებიდან წყალი არ ჟონავს, რადგან იგი გაყინულია. ასევე გაყინულია დაზიანებული სანიაღვრე არხის მიმდებარე ტერიტორია. ამ ქუჩაზე მცხოვრები ირაკლი პეტრიაშვილი გვეუბნება, რომ 2 წელია წყალი მის კარ-მიდამოს ტბორავს, რის გამოც მიწის ნაკვეთი გამოუსადეგარია. გვეუბნება, რომ საკითხის შესახებ მერიას დაახლოებით 1 წლის წინ აცნობა და პასუხად პრობლემის მოგვარების დაპირებაც მიიღო, თუმცა ვითარება უცვლელია. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე დღეს იმყოფებოდა. სანიაღვრე არხს დაზიანებები და ბზარები სხვა ადგილებზეც გასდევს. ბზარებთან ერთად არხს გრძივად დასდევს დაბინძურებაც. არხში ამოსულია წყალმცენარეები. მაშინ, როდესაც ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სოფელში დაბინძურებული სანიაღვრე არხები მოსახლეობამ უნდა გაწმინდოს, რადგან სოფელში ასე ხდება. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ხდება ქალაქში და ვის ევალება სანიაღვრე არხების მოწესრიგება. იგეგმება თუ არა და როდის სანიაღვრე არხების დაზიანებების შეკეთებაც. კითხვით ახალციხის მერიას დაუკავშირდით. ამ დროისთვის მათგან პასუხის მიღებას ველოდებით. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით 232 მეტრის სიგრძის სანიაღვრე არხი ახალციხის მერიამ 2020 წელს 200.000-ზე მეტ ლარად მოაწყო.